მოგესალმებით ყველას. მე ვარ მაგდა იმერგლიშვილი და თქვენ მოხდეთ ჩემ მაგდალინაზე. და ალბათ ელოდებით ჩემ vlogs, როგორ მოგზაურობ ლუიზიანაში და რას ვნახავ, რაც არ ამგონია რომ ძალიან ბევრი რამე ვნახო, მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩემი თავგადასავლის vlogis პირველი ნაწილი, ამიტომ მეორეს ალბათ ვნახავთ შემდეგ ვიდეოში. მაგრამ სანამ გადავალთ მოგზაურობის ნაწილზე. მინდა გითხრათ როგორ მოხვდი ლუიზიანაში და რატო? ნიუ-ორლეანში. ნიუ-ორლეანთან ვარდი რეალურად 1 საათი გეთ. სადაც შაბათს აუცილებლად დავთვალე. მაგრამ როგორ მოვხვდით ლუიზიანაში და რატომ? ძალიან საინტერესო ისტორია. ალბათ ყველა მიცის რომ არ გავთხოვდი. ასეც დაკვრეს ვიდეო, მაგრამ არ ვიცი როგორ დავამონტაჟო. იმიტომ რომ აბსოლუტური ნოლი ვარ ეგეთ რაღაცებში. კაცმა რომ გითხოს კომპიუტერულ მეცნიერება დავამთავრე. მაგრამ არ გავთხოვდი. და ალბათ ნახავთ რამდენჯერ ვახსნებ ამას შემდეგ ვიდეოებში, მაგრამ რაც რომ მე რო გადის მით რომ ბედნიერი ვარ, იმით რომ რეალურად არ მოხდა trust God's plan, როგორც ამობენ, არ მიყვარს დიდად ხმამაღლა რელიგიაზე და რწმენაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემს ყოველთვის რელიგია იყო ძალიან პირადი, ძალიან წმინდა რაღაც, ამიტომ არ მიყვარს საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში განსაკუთრებით სადაც მე ვცხოვრობ, სულ არის საუბარი ხმამაღლა ღმერთზე, ეკლესიაზე, სულ ღმერთს ახსენებენ ყველაფერში. ამიტომ ჩემს არ არის თალ კომფორტული ამაზე ლაპარაკი და ხმამაღლა, მაგრამ ინგლისურად ვიტყვი trust God's plan, you know? იმიტომ რომ რაც რომ მე დრო გადის, მით რომ ვხვდები, რამდენად კარგი რაღაც სამართი ცხოვრებაში და რამდენი რამე ვისწავლე ამ თავგადასავლისგან. ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. და მარტო მაშინ წინს რეალურად როცა ჩვენ გათხოვილ დაქალებს ხედავთ, რომლებიც ძალიან კარგი ქმნები ყავთ და ძალიან კარგი ოჯახი, მაგრამ ეს მე სარნიშნოს ყველაფერს დავაჩქართ ცხოვრებაში. ხანდახან რაღაცა ჩვენთვის არ არის. როგორ მოხვდი ლუიზიანაში? დაახლოებით 2 წელი წინ წავედი პაიმანზე. როგორ წავედი იყო და გადმოწერილი მქონდა გადმოწერილი მქონდა ჰინჯი სულ რაღაც 1 თვე. და ეგრევე წავშალე. ყველას გავაგებინე მე კი წავშალე, ანუ ჩემ კვალს და ფეხს ჰინჯზე ვერ ნახავ და არა იმიტომ რომ ვიღაც ვიპოვნი, არავინ არ მიპოვნია რეალურად. იმიტომ წავშალე უბრალოდ ჩემ მთელი მენტალური state-ი წაიღო, რასაც ქვია, უბრალოდ გამარჯვება. არ ვიცი საქართველოში რა ხდება, მაგრამ ყველგან ერთნაირი საიზღრობა ჰინჯი, როგორც ყველა გარშემო სულ პლეიერები, მიუხედავად იმისა, რომ ვარ emotional unavailable person, okay? და რამე თურმე მჯობნიან მაგაშიც ესენი. ანუ მართლა მჯობნიან თურმე. ეს ხო რა ქრა თქვენ. მაგრამ რას ვაპარაკობთ ახლა? ჰინჯი მქონდა გამოწერილი და ზუსტად რაღაც 1 კვირა სამი ჰინჯი წავშალე, ბიჭმა მომწერა. რომ ჩემ ქალაქში იყო და do you want to hang out? და ამას წერს ბიჭი შუა შაბათს, ღამის რაღაცა 11 საათია, 10 შეიძლება და ეს ბიჭი არის საათნახევრის იქით ქალაქში. და მე სანამ ეს ხა ჯერ ამას კის ვიყო, სანამ ეს მოემზადება, სანამ წამოადგე, ხო გახდა ღამის 12 საათი. თან უკვე ანუ ვემზადები რა ჩემს წყნარად დარბაზის მერე წავიდე ჰათაფში. და ჩემს ესე ვიჭყუმპალავ წყალში რა და ეს მეუბნება რომ მოდი ჰენგაუთო მეთქი. აი შენ პატრონს. ვაი შენ პატრონს მეთქი. ზუსტად ვიცი ისთვის მწერ ღამის 12 საათზე რომ ჩემთან ჰენგაუთი გქონდეს. მაგრამ თანამის უყურებ, ანუ ვერ ხვდები, ანუ ძალიან პლეიერია თუ მართლა უბრალოდ ძალიან მიამიტია. და პირდაპირ ვთქვა რომ ვერ გამიგია რომელი ხარ, ანუ რა გინდა ჩემგან. თან ღამის 12 საათზე ჩემთან რო გინდა რომ hang out, ხო? მეთქი. ანუ ეგ უკვე თავის საუბრობს რა გინდა ჩემგან. მაგრამ მაინც გადავწყვიტე არ გადავწყვიტე. უთხარი მეთქი არაო. თან მითხრა რომ კვირას მიდის. მეთქი ხვალ რატო არ შეიძლება შევხვდეთ უბრალოდ, ანუ ვერ მოითმო ხვალამდე ნორმალურად პაიმაზე წავიდეთ, იმიტომ რომ hang-out-ი არ მჭირდება უცხო ადამიანთან მეთქი თან შუაღამის. თუ მოგწონვარ, წამიყვანე პაიმაზე. დახარჯე ფული. და ეხა სანამ აქ უნდა გამიხტება ვინმე დეგენერატი და იტყვის რომ აი ეგრე ხარ გოგოები ფული. არა. არ ვარ რეალურად ბიჭმა რომ რა უბრალოდ პარკში სასეირნოდ დამიძახოს მაგაზე თანახმოვარ იმიტომ რომ ჩემს მეტი არ ესეჭირო უყურე არ ესეჭირო მაგრამ გოგოებო პირდაპირ გეტყვით როცა ბიჭს მოსწონ ხარ და როცა ბიჭს მართლა აინტერესებ უნდა რომ ფული დახარჯოს უნდა რომ ყველანაირ თავი მოგაწონოს ბიჭი თუ უბრალოდ სასეირნოდ გეპეჭე პირველ პაიმაზე მართლა იძამ broke უფულო მართლა გაჭირვებული არ არის
ხო, უბრალოდ სასერნოდ არ დაგიძახებს. მართლა უნდა მოსწონდე. და მე ამას უბრალოდ ჩემი გამოცდილება არ გიგონებ, მე ამას ბიჭების გამოცდილებიდან გეუბნებით, იმიტომ რომ როგორც ის ფაკულტეტი მყავს ძალიან ბევრი ბიჭი, ხა დამთავრე უნივერსიტეტი, მაგრამ კომერციული მეცნიერებაზე არიან ძალიან ბევრი ბიჭები. და ერთხელ რაღაცა ჯგუფურ რაღაცა მქონდა გასაკეთებელი, ჰაკათონზე მივიდიოდით. შეჯიბრება. და მაშინ რა ქვია, ვაპირებდით რომ წავსულიყავით წინა დღით, მაგრამ ერთმა თქვა რომ fake date-ი მაქვსო. და მოდი მეორე დღეს მივიდეთო. მეთქი fake date-ი რა არის? ანუ ტყუილი date-ი, ანუ რატო გოგოსთან ერთად წახვედით, რო გაატარეთ, გაისეირნეთ, რაღაცა ილაპარაკეთ, ანუ date-ი იყო, ეგრა იყო. არაო, ფული არ დამიხარჯიაო, ეგ date-ი არ ყოფილაო. Money was not involved. ბიჭი არ თვლიდა იმ პაემას პაემნად, სადაც ფული არ დახარჯა. და იმას არ თვლიდა მართლა რეალურ პაემნად და რეალურად, იმიტომ რომ გოგო მოსწონდა. ამიტომ გეუბნებით. თუ მართლა მძიმე სოციალური მდგომარეობა არ აქვს, რაღაცა გაჭირებული მართლა რო აი, არ ვიცი, 3 ლარს ნაყინზე ვერ დახარჯავს. ნუ საქართველოში მოდი ნაყინით დავიწყოთ. და ასაკსაც გააჩნია. ნუ ნაყინით დავიწყოთ, მაგალითად სტუდენტები ხართ, ხო? არა ინტერესები გრე ძალიანაც. არა. ნუ ალბათ კიდე განსხვავდება და მაგრამ არა მგონია. მაგრამ ჯანდაბას ხო და ამ ბიჭს ვეუბნები რომ მეთქი ხვალე უქნათ რამე ნორმალური პაემანი და არა ღამის 12 საათზე hang-out. და ეს მეუბნება რომ ხვალ მივფრინაო. მეთქი სად მივფრინავ? სადა ჩემ უკან ჩემ შტატში მეთქი აი რა ჩემ ფეხები ჩემთან. ფიქრობ ჩემ რა ჩემ ფეხები უნდა ამბის ანუ всё უკვე გადავწყვეტე რაც უნდა. ღამის 10 საათზე და ხვალ მეორე დღეს მიფრინავ შენ შტატში ანუ ჩემგან რა გინდა უკვე გასაგებია. ხო და ეს მეუბნება რომ არაო არ გამიგეს სწორადო. რო გითხრაო, რო დაგპირდეო, რომ ფრენას გადავიტან ხვალ ინტელსო. იმიტომ რომ შობს უნივერსიტეტი ქონდა სამსახური რა და რო გადავდო, სამსახური რა ქვია ფრენაო. და კვირის მაგრე დორშებაც რო გავფრინდეო დილითო. რა ქვია, წამოხვალ, რა ქვია, დღეს წავალთ, რომ hang-out და ხვალ ნორმალურ პაემას წაგიყვანო? მეთქი ეს რაღაც საფრენს. თან უკვე ვიცოდი მე ფრინავ, იმიტომ რომ ბილეთები მაჩვენ, რომ ანუ ხვალ მართლა მიფრინაო რა და მაჩვენა რა. მეთქი თუ მართლა შეცვლი, მეთქი კი, ვიზავ. რაღაც დამაინტრიგა. ბიჭმა გამეგზავნა სკრინშოტი, რომ მართლა გადაცვალა ბილეთები და იმ წამს და გადაიხადა $250-ზე მეტი, უბრალოდ იმისთვის, რომ გადაეცვალა ბილეთები ერთ დღით გვიან. მეთქი, okay. მოვიდა. მართლა წავედით, თან დარბაზზე მოვიდით, წავედით მართლა, ბიჭკუმ პალავით, ვილაპარაკეთ. ძალიან ჩობრით, ძალიან ისა სასახიან. მართლა გალანტური, მართლა თავის დისტანცია ეჭირა, თან ანუ წყალში ვარ და ეს პატარა სივრცეში. ძალიან მართალია public ადგილი იყო, მაგრამ ღამის პირველი საათია, რა უნდა ხალხს რა ქვია, შეიძლება საცხოვრებიდან მეიყურებოდეს, მაგრამ ანუ გარშემო არ ვიყო. მაგრამ ძალიან ნორმალურად ეჭირა ბიჭს თავი. არც არაფერი უცდია, არც არაფერი ხედავთ უბრალოდ ანუ დონე რა დაბალზეა, რომ უკვე იმაზე მადლობელი ვარ, რომ ბიჭმა რა ქვია, არ დაიწყო ძალიან 18 პლუსი ლაპარაკი წამშივე და ეგრევე არ შეეცადა, რომ რამე რა ქვია, მოსადმე რამე მოეკიდა რა, ჩვენ ზიარ ლაპარაკობთ და მიდის სახლში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩემგან საათ ნახევრის შორს არის და ოჯახთან იყო ჩამოსული ბიძაშვილებთან და მანქანა თავისი არ ყავდა. ტაქსით ჩამოვიდა საათ ნახევრის იქეთ რომ ვენახე და ტაქსით უკან წავიდა. იგივე ქნა მეორე დღეს კვირას მართლა მოვიდა ტაქსით. ჩემი მანქანა წავუყვანეთ, მე მეთქი მოდი, ანუ მე თუ ტარება არ მიწევს მეთქი ავიღოთ მოდი ჩემი მანქანა წავუყვანეთ. წავედით სავახშმოთ. ქალაქში გავისეირნეთ მე ცოტა. მე კიდე წავედით საცურავად. Goodbye kiss მომცა. ძალიან სწრაფი. და რომ მიდიოდა მითხრა რომ გინდა გავგრძელოთ ლაპარაკიო? მეთქი ანუ ამ ჩემ შტატში არ ცხოვრობს რა, ლუიზიანში ცხოვრობს. გავგრძელოთ ლაპარაკიო მეთქი okay, whatever, როგორც შენ გინდა და ზობრა ძალიან cool girl ვითამაშო რა. ვითამაშო რა, მართლა მე კიდე სულ ერთია გინდა გავგრძელოთ ლაპარაკი, რატომაც არა. არ გინდა, კარგად იყავი. და მე კი და მართლა გავგრძელოთ ეს უბრალოდ ლაპარაკი და ესე ხანდახან ერთმანეთს უბრალოდ ლაპარაკებოდით, ხო და იმ დღეს რა ქვია, წინა კვირას სულ თქვი რომ მეთქი მენ ამას ვეუბნებოდი რომ სანამ მინდა წასვლა მეთქი რა ძალიან დავიღალე უკვე ჩემი ქალაქში მეთქი ანუ მთელი 2 თვეა არ ყოფილვარ არტეგებზე არსად დასასვენებლად ძალიან მივიშვი ამ მოგზაურობას მარტო ხო და მეთქი სანამ მინდა წასვლა ვერ გამიგია დაქალებს რა შემოვთავაზო ის რომ ვინმე მართლა წამოყვეს მეთქი და ჩემთან ჩამოდიო
ანუ სასტუმრო რამე პარება წინ და უკან და რა ქვია, ტაიმნები ჩემზე იყოსო. ჰა? ეს დაგეთოიცენ აქ ცხოვრობს. მაგრამ მაინც მომცა ჩემი სპეისი იმისთვის რომ არ მომიწიოს რამე სხვა რამის ფიქრი, ან იმაზე დარდი რომ აი რა უნდა ჩემგან? რა უნდა? ერთ სახში უნდა დავრჩე, ანუ როგორც ერთ სახში დარჩა პრობლემა არ მექნება, რომ ალბათ რომ ეიდენთან ხანდახან სლიპერებზე რჩებოდი ხოლმე, ხანდახან ეიდენის ოჯახში რჩებოდი, ანუ როცა ამჯერს მივედი, მაგრამ ესე რომ ადამიანს ისე ცოტა ხნით ვიცნობ და პირდაპირ ამან რომ თავის ნაბადის რო იცი რა, მოდი I have extra couch. მე თავარია საკუთარ საწოლზე არ დაბადეს. დანარჩენი ფეხბურთია, მაგრამ ანუ couch-იც კი არ შემომთავაზა, ან საკუთარი ოთახი შემომთავაზა პირდაპირ სასტუმროს. ზოგადად. როგორც ხედავთ, და ეხლა მაგიო. ნა. ჩემ ფეხსმელები თელი ჩემის ყავა დავლიეთილით კიდე რა. რაღაცები ვონქაქ. მაგრამ როგორც ხედავთ, ესე ჩემს კოხტოდ ვარ. ხო. და აბდექი არ გაიმეოროთ. გეუბნებით, ეს ტრიუკი არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ ჩემს ოდნავ სვლელი ვარ, უბრალოდ ბედი მწყალობს. ჩემ ხა ფიქრობდი. ეს რო ვინმე ხა მის გამოვიდეს მეთქი ტრაფიკინგის ან რამის რა ქვია ადამიანი და უბრალოდ რომ მომიტაცონ და ჩემ თვალი და ვეღარ ნახოს ანუ ხო არ ღირსი მეთქი იმას მაგას ვონდოდი გუში რომ მე ღირსი ვარ რომ ვინმე მართლა გამიტაცოს მეთქი შენთან რო ჩამოვედი ამ შუაღამით ნახემზე ვიყავით მაგრამ ანუ მართლა ჩამოფრინდი და ამის გამო ალბათ ძალიან მეჩხუბებიც უყოლა მაგრამ ესეც ცოტა კი არა კარგი არ იყოს რელიგიურია ეიდენი თუ რელიგიური გეგონათ ეს უარესია იგივე რელიგიისები არიან ორივენი, მაგრამ ეს უფრო რელიგიურია, ღმერთო, რას ვაკეთებ? ეს უფრო რელიგიურია. ანუ ეიდენს სანამ წავიდოდა, სანამ ისე წავიდოდა, გოგოსთან არინა მყოფი, ეს არა. ეიდენ სვავდა, ეს არა ცხოვრებაში არა. იმდენ უთხარი მეთქი, ანუ ბარში რომ მიდივარ, designated driver რა მე ვაყარებ ხალხს მეთქი. ბარში რასაკეთებ, ანუ ბარ ჰოპინგიო, თან ანუ ერთი ვარ და მეორე შეგადეს მეთქი რა სვავ. ბარში რომ მიხარ დიეტურ კოლას და არაო ერთ მესამედ პორტუგალის წვენს და ორ მესამედ grapefruit-ის თუ carrot juice-ო და მეთქი ხუმრობდა და არ ხუმრობდა. კი შემიძლია ერთ იმაზე ერთ რვაჭკა დავალიო ეკომენტი. Okay, მაგრამ რაც პლუს ის არის რომ იმაზე პრობლემა არ აქვს მე თუ. ასე რომ თუ ბიჭის ხარჯზე დავლევთ რა პრობლემაა. მაგრამ აი ესეთი სიახლეები გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში. და ყველაზე საინტერესო ფაქტორი აქედან იქ არის მიუხედავად იმისა რომ 4 დღე ვარ ჩამოსული და ეს მაქვს 4 დღით ეს ტერიტორია თვითონ ბიჭს ვნახავ ორჯერ. ანუ გუშინ ნახე რომ აეროპორტიდან წავმიყვანა და ვივახშმეთ და ეგრევე მოუწია სახში წასვლა. იმიტომ რომ დილის 5 საათზე წება სამსახური და რო ჩამოდიოდი, ანუ სამსახური მქონდა მარტო ერთ დღეს. მაგრამ არის ექიმი. ნუ არა, სწავლობს რო ექიმი გახდეს, მაგრამ ეხლა მუშაობს, სანამ სწავლობს, მუშაობს EMT-ზე. სასტრაფოს ექიმის რაღაცაზე. მანქანა რო არა იმაში. ხო და არაპირებდა, მაგრამ მე შესთავაზეს double shift-ი, 16 საათიანი ორი ზედიზე და თან ორმაგი გადასახადით, ასე რომ უარს ვერ ატყოდიო. ორმაგ ფულზე მეთქი იმუშავე ძმაო. იმაზე attractive არაფერი არის, როცა კაცი მეუბნება, რომ იმდენს მუშაობს, რომ დრო არ აქვს რომ მომწეროს. იმუშავე ძმაო. ანუ ვინ არა, პრობლემა არ მაქვს. გინდა რომ 19 საათს მერე მომწერო და delivery-ს ამტო? უსამსახურისთვის პრობლემა არ მაქვს საერთოდ. მიდი. მაგრამ ისე გამოდის, რომ გუშინ საღამოს ნახე, როცა ჩამოვედი და ვნახავ კვირას. ანუ დღეს ვერ ვნახავ, შაბათსაც ვერ ვნახავ. იმიტომ რომ შაბათსაც მუშაობს ღამის 12 საათამდე დილის 6 საათიდან და ვნახავ ამ ბიჭს კიდე კვირას. კვირას მთელი დღე ეცლება. ეკლესიაში უნდა წავიდეო პირველზეო, მაგრამ რახან აქ ხარო, არ წავალო ამ კვირასო. იმიტომ რომ 3 საათი ცხარჯავს ეკლესიაში რომ მიდის ხოლმე კვირა დღეს. ამიტომ კვირას ერთ გავატარებთ. წავალთ ქალაქში, გავისეირნებთ, ლანჩზე წავალთ. ბახშამში ალბათ გამიზავთვარირებთ, ჯელო ბარჰოპინგზე წავიდეთ და ორშაბათს შუადღით მოვფრინავ. და დილით ნახავ კიდე ორშაბათს, არც რამე დრო თუ გვექნება ნორმალური და всё. მაგის მე კარგად მეყოლე. ჩამოდიო რუგან ქალაქში. ვარ თუ არა ერთმანეთის რამე, აბსოლუტურად არაფერი.
გვირა თუ არა რომელიმეს ერთმანეთთან ოფიციალური სტატუსი? აბსოლუტურად არა. რატო ხარჯავს ეს ბიჭი ამდენ ფულს და ენერგიას მე რა ვიყო? წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ არაფერს არ იღებს და არც უნდა. მართლა ხახვი რო ვცადო ეშმაკის ელს დამიძახს ალბათ და გამომაგდებს. მაგრამ როგორც ჩამჩნი ამ ბოლ დროს ბიჭებს ძალიან უყვართ house like playing house. ხოხტებით. ყველას უნდა გამოცდა როგორია რომ მართლა loving relationship-ში იყო, ოღონდ რეალურად რო არ იყო. და low-key მეც ეგ მინდა. მინდა რომ შეძლებინე სრუნავდეს. პანებზე დავდიოდეთ. ვაკეთებთ რაღაცებს, რასაც ძალიან შეყვარებულები ნაკეთებდნენ, გასართობ რაღაცებს, აი როგორც წასვლა და ბოულინგის ერთად თამაში, ან ბილიარდის თამაში, ან ჭადრაკი ერთად ვითამაშოთ სადმე, ან გალერეებში ვისერინოთ, მაგრამ ურთიერთობა არც არ გვინდა. არ ვიცი ეს avoidant რა ტიპაჟია. რა ტიპაჟი ვართ, ან უბრალოდ ჯერ ისევ შეიძლება დასტრესილი ვართ წინა ურთიერთობასთან, მაგრამ აი ესეთი სიტუაცია გვაქვს და დატყვით დანარჩენი ვიდეოთი. იმედი მაქვს მოგეწონებათ და დაელოთ მეორე ნაწილს გავომიწერეთ, დამაფოლოვეთ, გააზიარეთ ვიდეო თუ გაინტერესებთ კიდევ უამრავი დრამა ჩემი ცხოვრებიდან. და დიდი მადლობა რომ ამდენი ხანი მომყვებით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს, იმიტომ რომ არ მეზარდი ვიდეოები ზადება და ამ ვიდეოებზე უბრალოდ გიჟდები, იმიტომ რომ წლების მერე თვეების მერე ამოებებს ვუყურებ და მიხარია როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ან ვუყურებ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ძალიან ბედნიერ მომენტებს. ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემი გასული წლის ვიდეოებს. ძალიან ხშირად, მაგრამ ნახია. და უბრალოდ ისეთი ბედნიერი ვარ და მადლობელი რომ ეს ვიდეოები თავის დროზე ჩავწერე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ თქვენ არ ყოფილიყავით ამ ვიდეოებს არ ჩავწერდი. ანუ სულ 100-200 კაცს რო ენახა ალბათ. დიდი ვარიანტით мотивация დამევარდებოდა და არ ჩავწერდი ამ ვიდეოებს თავის დროზე. კომენტარებში დაწერეთ რამე თუ გაინტერესებთ, ან რამე კონკრეტული ვიდეოს ნახოთ ვინათ, ან რამე კონკრეტულ თემაზე საუბარი და აუცილებლად ვიზავ. იმიტომ რომ 2 დღე მაგ და არაფერს არ ვაკეთებ. თუ რა თქმა უნდა ვინმე არ ვიპოვე ნიუ-ორლეანში, ასე რომ ვინმეს თუ ყავთ ასევე მეგობარი და ქალი ნაცესები ნიუ-ორლეანში, ჩემი ასაკის ან ახლოს ან ოდნავ ნაკლები, გამაგებინეთ. იმიტომ რომ იქნებ გავიტანტალტე ვინმესთან ერთად. გზად გავჩერდი მაღაზიაში. ჩემი პატარა შვილისთვის, რომ გზა კარგად გავაგრძელოთ. ხალი ფრჩხილები მაქვს. ცოტა ხანში ხარში ვიქნებით. პირველი საათი მიდევარ ეს დენვერი, დენვერში მაქვს 1 საათიანი გადაჭდომა. მე იქიდან მივდივარ ნიუ-ორლეანში. უბრალოდ დავდექი გუშინ და ბილეთები დავჯოშნე ზუსტად 2 დღით ადრე სანამ გამოფრინდებოდი. დავჯოშნე უბრალოდ და ხა მივდივარ. ეხლა ხო რას უკავ, არანუ მეტყობა, რას უკავ. ამას უფრო ლამაზ რო ვარ, ალბათ იცით. ალბათ იცით. იმედია. მაგრამ იცით, რაც მე მაგაიც რო ლამაზი რა. დოლტები არ უყურში. მას გავისწორებ ჩოლკას, იმიტომ რომ მიდევს გასწორებელი. თუმცა მაგიოს გავიკეთებ. ადამიანს დავწავ. დავჭიქი დენვერის აეროპორტში, ეხლა ვიდეოს ვუსაბუთო სიგარეტს. ესეთი გემრიელი ძილი არ მქონია საუკუნეებია უბრალოდ. ზოგადად ვერ ვიცინებ ტრანსპორტში კი, თვითონში ვერ ვიცინებ, მაგრამ ისე მეძნე კი რადგან დორბლი ჩამოვიდა. ბოლოს გამაღვიძეს, იმიტომ რომ ყოფდებოდით. მოგეთ. უცებ ფრეშ გამოვიარე. ერთი ძალიან დაკავებული იყო. მეორეში ეხლა წმენდა მიდაგა საკუთარი ბონუს მე მესამე. ოკეი, მეგობრებო. მოსვაგას გადავთ. დიდი განსხვავება. ზარაფერი, მაგრამ თუნდაც დაიხვევ და ოდნავ კონსილერს წაისმოთ, რომ მე ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს ცხოვრებაში. ამის წინ ზუსტად ჩავწერე 15 წუთიანი ვიდეო, სადაც გავაცნობი, რომ თურმე ეს რაღაცა ჩართული არ იყო და უბრალოდ მთელი ხმარი დაბლურული. ამიტომ თავიდან მოისმენთ ჩემ შპილს. ემანი იქეთ, მაგრამ და ჩემი მეკითხებოდა, ბატონო გაწეს უბრალოდ რომ არ ვიყავი, ბოლოს წასულიყავი. შობულებაში, გასართობად, სულასუნებლად, რა იყო ამის მიზეზი. და არ ვიცი ამას რა ქვია. შეიძლება post breakup depressia, შეიძლება კრიზისი თუ რაღაც, მაგრამ განსაკუთრებით breakup-მა გამარკვია და დამარცხმა ერთ რაღაცაში, რომ არის ცხოვრება ძალიან ხალხმოკლე და არაფერი არ არის დროებითი, არაფერი არის მუდმივი, ყველაფერი დროებითი. ამიტომ
რო დავფიქრე, მივხვდი, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკლებებ ცხოვრებაში. ძალიან ბევრ რაღაცას არ ვაკეთებ. არის რაღაცები, რაზეც მართლა ვერ დავადანაშაულებ ჩემს თავს და ვერ ვიტყურო, აი ამას გამოვაკლდა, ეს ცუდია. ცუდი ყურა ამას გამოვაკლდა. მაგალითად, იყო მომენტები, როცა მუშაობდი, ისე რომ ფული დამეგროვებინა. და მაგალითად ვაკლდებოდი იმ ვახშემ, სადაც ჩემი მეგობრები მიდიოდნენ რაღაც high end class რაღაც რესტორანში, სადაც ერთი კოქტეილის ფასი იწყებოდა $30-დან. ამას არ ვუყავდა. ეს გადაიღო და ასე შემდეგ. და რეალურად რომ შეიძლება რომ ყოფილიყო, კაი შემიძლია რომ ყოფილიყო, რატომაც არა, მაგრამ ჩემი აზრით სწორი არჩევანი გავაკეთე ის, რომ saving account-ი შევქმნი და რომ არ დავდიოდი და არ დავბედიალობდი მაშინ, მაგრამ იყო მომენტები, როცა დასვენებების უფლებას არ ვაძლევდი ჩემ თავს. და მიუხედავად იმისა, რომ თქვა ბიბლიოთეკაში ვიყავი და არაფერს აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ გაწურთული და burned out ვიყავი, რეალურად არაფერი აღარ გამოვიდოდა. ჩემ ტვინში მთავარია რომ არ ვისვენებდი. ჩემ ტვინში მთავარია რომ ბიბლიოთეკაში ვიყავი და იყო პოტენციალი იმის, რომ ამის გავაკეთებდი. ამიტომ ეს საფხული რომ მთლიანად ვიბოდიალე, ეხლაც ასე ვუყურებდი ჩემ მეგობრებს. აქ რაღაცას აკეთებენ იმას ეს და მივხვდი რომ ყველა ერთნაირად ზოგიერთზე მეტად მუშაობდი, უფრო მეტ რაღაცეობდი უარს, მაგრამ ან უფრო უკან ვარ, ან ერთ დონეზე ვარ განვითარების ცხოვრებისეული დონის ყველა ხარისხის ცხოვრების. ამიტომ მივხვდი, რომ დრო არ რაღაც შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში. და იმის გამო რომ ძალიან ბევრი რაღაც უარს მომდი და არის იმის საშუალება რომ ეხლა გამოვიყენოთ ჩვენ დაგროვებული ფინანსები, მაგას ვაპირებ. ასე რომ გადაწყვეტილება სწორად მიიღეთ. კარგად დაფიქრდით რაღაცებზე უარს რომ ამბობთ. შეიძლება, როცა ფიქრობთ რომ არ გაგვთ დასვენების ბუნება, არ გაგვთ პროგრამა გააკეთოთ, კარგად დაფიქრდით. შეიძლება გაგვთ, მაგრამ უბრალოდ ამას თავისუფლებას უფლებას არ ეწევთ. უბრალოდ ჩემი აზრით პრობლემა ძალიან კომპაქტური გამხარა. ძალიან ასე ვთქვათ. ასე რომ შეიძლება ჩემ თავს ვასწავლო, როგორ არ ვიყო პრაქტიკული. მაშინ როცა მაქვს იმის ბუნება, რომ არ ვიყო პრაქტიკული. ეს იწყება აი ამ ჩემი ხმოვანი მიკროფონით. Okay, ხახო ბოლო ხენა და იო online შექმნით. Will be coming through the cabin here shortly. Just fill out the application. ნახევარ საათში ვიქნებით. და ხარი ბოლო. საშუალება იმისთვის რომ როგორია. საფრთხეში შესვლა. ესეთი პატარა ადგილი კაცმართისად რა უნდა დადო. მაგრამ მოდი გამოვიყენოთ. ეს საფრთხეშო. ამას არ დაგანახეთ. რონალდო რეგოს როგორ უფრო მეტ რო გჭირდება საფრთხეში, რომ აი კონსტრუქცია ვთქვათ. რომელიც მინიმუმს არ გადმოფრინებენ, იმიტომ რომ არ აქვს იმიტაზე დასადებული ქაღალდი. რატო ვერ ხვდებიან რომ აუცილებელია ეს? აუცილებელი. მე ხვდე. რომ არ მინდა რომ ვიყო ესე 30-40 წლის. მე ხახა დამრჩა 30-მდე, სხვა 6 წელი პერიოდი კი არა. არ მინდა რომ ვიყო დაახლოებით 40-50 წელს ვთქვა და უჯესად მიპირვალ კლასში, იმიტომ რომ მექნება მის საშუალება იმედია. და ყურებდი ახალგაზრდა გოგოებს, ან ახალგაზრდა გოგოების ჯგუფს ერთ მეგობრებს, როგორ შემოდიან ნავში სადღაცა მიჭუჭკუნლები რაღაცა იმ 28 CV ყველაზე ცუდი აქ ის პროფესიონალს გამებს და რამე რა. მაშინ როცა მე ჩემ კომფორტულ ბიზნეს კლასში ვზივარ და ფიქრობდი რომ არასდროს ეგ არ მქონია. რომ ყველაფერი გამოვტოვა ცხოვრებაში მის რომ მაინც იმის გამო ჩტომილიყავი იმ მომენტში. და რეალურად ამას რა ვისურვებ დავაპრალებდი, ვერაფერს ვერ ვიტყოდი რომ თქვა და იცი რა საჭიროება მოითხოვდა ამას. ვერ ვიტყვი რომ ფული არ იყო. ვერ ვიტყვი რომ მქონს დროც მაქვს ფულიც მაქვს და რეალურად ვერ არ შემიშლოს ხალხს თქოთ მონდა მე თუნ არ მოვიგონე მიზეზები რომ ხელ შეუშალო ჩემ თავს. ადამიანჯერ მილიონი მიზეზის მეგრობა ფიქრება შემიძლია როცა რაღაც არ ვიდა. და როცა რაღაც ეგრე მეშინია ან ეს არ შემჩნიათ. საფადე დღეები. მაინც tripistin, okay.
შინელება არა უშავს. უნდა შევეცადოთ და დავიკვირდეთ ცხოვრებით. ან ვისწავლოთ ოდნავ მაინც როგორ დავიკვირდეთ ცხოვრებით. აქედან წამოიყვანა ლანა დელ რეიმ თავისი ქმარი. ზუსტად ნახევარ. ნახეთ. ალბათ ალიგატორები ძალიან ცოტა. იმას ვიდრე ჩამოვიდრე და ჩამოსულიყავი, ასე რომ გვაქვს ახლა 12 წუთი რომ დავხარჯოთ რამეზე. და 40 წუთი მაშინ დავხარჯავთ, რომ ადამიანს დავიმსგავსო ისევ თავიდან. ოკეი, ეს არაპორტი უფრო ბუჟია. ეს არაპორტი უფრო ბუჟია წინასთან შედარებით, იმიტომ რომ უბრალოდ ადგილამდე ამბობთ, იმიტომ რომ საერთაშორისო არაპორტია. ადგილამდე დასაწყისი გვაქვს. კარი მთლიანად დაერზაკეტილი. ნახეთ, არაფერი არ ჩანს, იდეალურია. თუ ხარ მორცხვი ადამიანი, რომელიც მე ვარ. რაც მთავარია, აქვს თავისი გამოსასვლელი დასაწყისი. ხელის არაფერს არ გავიგოს, პრობლემა მივაჭერთ ხელს. და всё, წვანეს მივაჭერთ ხელს. და ყველაფერი. მოიზადო. შტატში არის სიმრავლე, პროცენტები შევკრინებთ, რომ შემოშენილი იყო აფიციალურად. თქვენ ეს ხორო. For sure. I swear, when I actually, so I can find a husband and get married. Do not move to Louisiana. Why? We're ranked the bottom in everything. Utah's Really? ranked the like top 5. We're ranked like bottom 5 in almost every category. You could love it. University campus. That's got თავისი ცხოველი და ვეფხვიყავთ. Or buy a mic. Good question. But we have a vet school across the road. That's where your so it tuition helps is out. going, by the way. Oh, not mine. I'm in the military. I got a big jack squad. ჩემი საჭმელი. ვიყავი და სამს და ეხა ვისვენებ. სახში მომიყვანა. შემოძეითმა. თან წავედა თავის ოჯახთან, იმიტომ რომ მშობლებთან ცხოვრობს. მშობლებთან რა, დედასთან, იმიტომ რომ შობლები არიან. და ეხა ვაპირებდა ძმების ხვალ ნახავ ზუსტად 1 საათი, იმიტომ რომ ერთს ხურში მიდის შუაღამემდე. და ზეგამდე ვეღარ ვნახავ. დილომშვიდობისა, დავიღვიძე. ეხა ვცდილობ რომ ავდგენ. ხო.
და წავიდი საუზმეზე, არის დილის 7 საათი. ოკეი, დილის 7 საათია. და ჩავდივარ დაბლობ პირველ სართულზე საუზმისთვის. და მავიწყდა 11 მაისის წამოღება. იმიტომ ძინავს ჩემი ახლა ჩავალ საუზმეზე და ნახოთ რა აქვთ. დიდი ალბათობით არაფერი. ამერიკული საუზმე არის საიზღრობა, რა ქვია, უმეტესწილად თუ ხარ ძალიან ჩვეულებრივ სასტუმროში, რაღაც კატასტროფულად იდეალური თუ არ არის, ნებირე ჰოლიდეიში და ეგეთ რაღაცებში ყველგან თუნდაც მარიოტში მგონი მარიოტში ყოველს ყველგან იქნება საუზმე, მაგრამ დილის 7 საათი არც მშიადიდად, მაგრამ მოდი ჩავიდე ნახოთ ყავა თუ არის. რაც რა თქმა უნდა იქნება. დიდი ვარიანტით ხილი, ყავა, იოგურტები, გრანოლა იქნება. არც ერთი არ მიყვარს ყავის გარდა, ასე რომ იქნება ბანანი და ყავა დავტრიოთ. და მე ცოტა უნდა ვიმუშაო. ნახოთ აქედან რა გამოვა. მოკლედ, ეხლა ვისაუზმებთ. საუზმედ მაქვს cream cheese, bagel, ცოტა ბეკონი, ერთი მაფინი ავიღებ, გავსინჯავ, პორტოყალის წვენი, ჩაი და ყავა. და ცხარე соуსი. მოდი ვჭამოთ. მაგრამ გუშინ იმდენი ვჭამე. ჩემთვის იმდენი იყო ისეჭმელი რა წინ დამიდეს. იმიტომ რომ აქ ხალხი ძალიან ბევრს ჭამს, ამერიკაში არ გასაკურებლად ლუიზიანაში ძალიან ბევრს ჭამს. ძალიან ცხიმიანი საჭმელი აქვს. მოდი გავსინჯოთ ჩვენი cream cheese. ეს უნდა დავიმაგრო ამაზე, იმიტომ რომ დავიღალებო ხელში ჭიადი. ამაზე ფშხელები კი მაქვს, მაგრამ ამას სოუსი აუცილებლად დავუმატო, იმიტომ რომ თეთრს ვერ ვჭამ. მაგრამ თუ ზედამე პატარა ცხარეს დავუმატებ, წითელს. უფრო გემრიელ გიჭმევა. პატარა ბეკონი. Bits and pieces. ჭამა შეიძლება. ვერ ვთქვა ძალიან გემრიელია თქვა, მაგრამ ჭამა შეიძლება. ერთად გავაკეთებთ ვაფლებს. მე შევდე ორიგემოიანი, მარწყვის და ვანილის. აქედან გამოვიდა. და ეხლა ნახავთ რა გამოვა. მარწყვის არასდროს არ მიჭამე ვაფლი. მოცდ ბეკონი დავიმატოთ რეალურად. რა გვაქვს კიდე? მაფინები შოკოლადის არ ამემინდორ, მაგრამ მარტო ბლუბერი აქვს, ამიტომ ამის მჭამელი მე არ ვარ. ჩემი კიდე ერთი ბეიგლი გამოცხვა. რა გვაქვს კიდე აქ? ხილი გვინდა რამე. თოშს ავიტან ალბათ ოთახში. ყოველ შემთხვევაში მომშვიდეს არამე. მაგრამ დიდი არაფერი სიმართლე რომ გითხრათ. არ ვარ გიჟი არაფერზე რაც აკეთებს. უფრო ინტერესს გულზე ვჭამოთ. ნახოთ. ნახოთ ჩემი ვაფლისგან რა გამოვიდა. მარწყვი ნუp. უბრალოდ არა. არა. საიზღრობა. იუ.
მომწონს. საერთოდ. შეგვიძლია ხა ყავაზე ჩაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს მიღო აღარ მინდა. ცდილობს და მოწეს რიგდე. თმა დავიხუიო, ნახოთ რა გამოვა, იმიტომ რომ მთელი დღე მარტო ვარ. და ეხლა უბრალოდ ვაპირებ, რომ წავიდე ქალაქში. სასერმო მე ეხლა დიახსა სერმო ქალაქი არ არის, მაგრამ გვერდზე მაქვს ძალიან დიდი მოლი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩანთაში რეალურად ადგილი არ მაქვს და ამდენ ფეხსმელი არც მიჭირდება, მაინც ვაპირებ, რომ ნახო ფეხსმელები. მე რამე მომწონს და ვიყიდო. მაგრამ აი თმა არის ყოველთვის ჩემი პრობლემა, იმიტომ რომ თმის გაკეთება ჩემთან თუ ისე მარტივია. დღემდე ვერ ვისწავლდი ამის ნორმალურად გაკეთება. რეალურად ამის დატოვებას არც ვაყ. აი ამის დატოვებას არც ვაყ. რატო წვალო? აი რატო წვალო? მაინც მის აწევას ვაპირებ. აი რა შემჭირდება ეხლა ამის გაკეთება. You know what? ზუსტად იმას ვიზავ, რას გაკეთებას ვაპირებდი. ოკეი, ჩამოვიდე. ყველაფერი გამოვა. შეგვიძლია წავიდეთ. ვიდრე ვიჭობ, ნუ გააჩნია რაღაც ვსვენ, მაგალითად ზამბატა კანცმელი მაცვი, ასე რომ მაგ რა ლამაზი მაისური მაცვი. უბრალოდ აი ეს მაისურა, მაისურს აღმოჩენა იყო ჩემი Roman Empire, იმიტომ რომ ჯერ ერთი აქვს built-in bra, ყველაზე დიდი პლუსი რაც არის, იმიტომ რომ არის ჩაცმარიმიწეს. ზურგი ნახეთ. რა? ანუ წარმომწონს. მაგათ მეგობრებო, ეხლა მივდივართ მაღაზიებში. რამოდენი მაღაზია? Route 21. აგონე შევიაროთ. Practically fast fashion area and ცოტა upstairs. ძა ნო. არ ვიცი, ნახოთ. ძალიან კილომეტრები წამოყვანა Google-მა. რეალურად შეიძლება რომ jaywalking-ი მექნა, რა ვერ ვიტან jaywalking-ი, რა თქმა უნდა, ყველაფერი გათხრილია, მაინც ამ მინდა მაქვს, ამიტომ ყველაფერი jaywalking-ია. ვიკადრე ადგომა და გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ აი გერცელდა სონიკიდან მე რაღაც ეკრა რა. და აი აქ არის სონიკი, აქ არის ჩემი სასტუმრო. ზუსტად არის ერთი გზაზე გადასვლა, თან გზაც არის, იმიტომ რომ რეალ მეზარებოდა გამოძახებას ვაპირებდი სასტუმროში. ძალიან თავშია მივარდა ბოლოს. მოგესალმებით, ეხლა გვექნება ნამდვილი ფიესტა. Sonic's დავაგემოვნებ. პირველი არის passion fruit strawberry sparkling refresher. ძალიან მაინტერესებდა ეს რა გამოვიდოდ აქედან. და პირდაპირ საწოლზე მოვიწყობთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ you know what? I'm on vacation. Who cares? Like literally who cares? ხოშოს გემრიელია. შემდეგში citrus, berries, რაღაცა ვიღებ. და ორ შუაში ვიყავი. მაგრამ კაია. ვერ ვიტყვი რომ აი ყველგან მერგე, მაგრამ გემრიელია. გონი Starbucks refresher ჯობია რაღაც. დიეტა არ მიყვარს refresher-ები. ეს დაგვექცა, ამიტომ გადავიტანოთ. შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი გვაქვს curly fries, of course. Yay. და ამ ბოლდროს საფეთქე მქონია. ძალიან მიყვარს ქათმის სენდვიჩები. მოდი გავხსნათ და ვნახოთ ამ ქათმის სენდვიჩთან რა გამოვა. საკეთებთ. რაღაცები დავამატე, იმიტომ რომ მარტო ქათმის სენდვიჩი იყო. პომიდორი, ხალაპინიები, დაკრესონი აქვს. არ ვიცი კამერაში როგორ ისმის. ამით განსაკუთრებით, მაგრამ იმედია ძალიან საჩვენებელი არ არის. მაგრამ გემრიელია. ასევე მაქვს Asian style sauce და რამოდენიმე. და აი ეს jalapeno ranch. Jalapeno ranch მაინტერესებს რა არის. იმიტომ რომ jalapeno მიყვარს, ისე როგორც ranch. მწვანეა.
იდეალური, იმიტომ რომ თეთრ საწმელს ვერ ვჭამ. ახოთ. გემრიელია. უგემრიელესი რა ხომ ნაჩვენ. სალატში ისეთი გემრიელი ხმება ხა ეს. მეორე Asian style. უფრო sweet. Aš kādu jalapeno უფრო მძავს. ამიტომ შევჭამთ jalapenios. რა თქმა უნდა, მე ვამჩნევ, რომ ეს მარტო ეს ბურგერი თავისუფლად იყო 2000 კალორია. დღეში ვჭამ 1200 სახლში რო ვარ. ნუ, გატყვეთ 1500-მდე ავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ფიზიკურად 1200-ზე ჭამ აღარ შემიძლია. იყო დრო რო ვჭამდი. ეხლა ნერვები მეშლება არ მინდა. ამიტომ ხალხო, ხანდახან შეიძლება ჭამეთ რა. თორე მოვკვდებით მთელი ცხოვრება სულ კალორიების ლაშე. ხანდახან შეიძლება. არტიგებზე შეიძლება. არტიგების კალორიები ჩემს არ ითვლება. ისევე როგორც მენსტრუაციის დროს ნაჭამი კალორიები არ ითვლება. და ასევე გამოცდის დროს ნაჭამი საჭმელი. ასევე დღესასწაულებზე. და კიდევ ყველა საჭმელი რაც უფასო იყო. არც ეგ არ ითვლება. უფრო მეტი რჩევები მაგდალენასგან. დიმელორ მიყურებდით, არა გავწყეთ დაფოლოვება, დალაიქება და გაზიარება თუ საინტერესო იყო, მაგრამ გაზიარება იყოს კაცო. ძალიან ცნობიერად მაგას. მაგრამ დაანფოლოვოთ რომ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, იმიტომ რომ უფრო აქტიურად ვიყო YouTube-ზე. და უფრო მეტ აქტიური ვარ, როცა ვხედავ რომ მართლა ხალხი უყურებს და უბრალოდ ჰაერზე არ ვქნიამ რაღაცებს.